ვინსად ხედავს წინააღმდეგობას შავი ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების საკითხში ხმაურიანის საკრებულოს ხდომა ზესტაფონში. რატომ ამკაცრებს ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კონტროლს დეტალები საინფორმაციო გამოშვებაში. აბიტურიენტებს დღეიდან ერთი კვირის ვადაში გამოცდების შედეგების გასაჩივრების უფლება ეძლევათ, სად შეიძლება დეტალური ინფორმაციის მიღება. ნახეთ სპექტრის სიუჟეტი. დანარჩენი ხარჯები რომელიც არავინ არ იცის არის 280,000 ლარი. ხმაურის საკრებულოს მორიგს ხდომაზე მისი ოფიციალური მუშაობის დაწყებამდე უფრო კონკრეტულად დღის წესრიგის საკითხის დამტკიცებამდე დაიწყო. განსაკუთრებული დაძაბულობა კი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრის ბესიკ ღიბრაძის მიერ შავი ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დაუყოვნებლივ დახმარების საკითხი დაისვა. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპუტატის ხდომის ბოიკოტირებით დაიმუქრა. შორაპნის მაჟორიტარი ამასთან ერთად ხდომის დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის ჩასმასაც მოითხოვდა. დეპუტატთა ნაწილი კი მის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის წინადადებით გამოვიდა. დღესაც შეიძლება ამ ფაქტებით ჩადება დღის ბოლომდე და თუ არა ორშაბათამდეა რომ ჩაიდოს თუ არა და ჩვენ ბოიკოტის ნიშნად დავტოვებთ საკრებულოს ხდომას. გამგებლის მოადგილეების ინფორმაციამ დაზარალებულთათვის პირველ ეტაპზე გაწეული დახმარების შესახებ, რომელიც მათი ალტერნატიული სავაჭრო ფართით უზრუნველყოფას გულისხმობს 2 თვის ვადით, დეპუტატთა ნაწილი და მით უმეტეს არც დაზარალებულები არ დააკმაყოფილა. ჩვენ ვართ დამწვარი ხალხი, განადგურებული ხალხი, დაზარალებული, უფულოდ და ჩვენ გვაინტერესებს რიგარეშე საკრებულოს ხდომა. დავნიშნოთ, რომ ჩვენ საკითხზე ვისაუბროთ, რომ ჩვენ გვეშველება თუ არ გვეშველება. თუ გვეშველება, გვეშველება. თუ არ გვეშველება, რა ვარ ჩვენ დავწეს. ისე დაიწყო ვიციდება არ აქვს მნიშვნელობა მაგას. ჩვენი თხოვნა იქნება საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართავთ, რომ მოგვეხმარეთ, დაგვიდეგეთ გვერდში, რომ დავნიშნოთ და ამ ჩვენ საკითხზე ვისაუბროთ და არა სხვა საკითხზე. აი ეს არის ჩემი თხოვნა და ჩვენი თხოვნა. დაზარალებულთა დახმარების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარემაც გაახმაურა, თუმცა სიტუაცია ვერც ამან განმოხდა. დავით მაღრაძემ მასზე მინიჭებული უფლება გამოიყენა და სხდომა 9 საათით შეაჩერა. გამოვიყენა ჩემი უფლება, როცა შეუძლებელი ხდება საკრებულოს ხდომის წაყვანა, ეს რეგლამენტით გათვალისწინებული, შეიძლება შესწრეს და 9 საათით გადაიდოს. ფაქტიურად ჩვენმა ოპონენტებმა, პოლიტიკურმა ძალებმა მოისურვეს ამ ადამიანების მოსვლა საკრებულოში, გამოეყენებიათ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და რაღაც პოპულისტური განცხადებების გაკეთება დაიწყეს. ჩვენი არაორდინალური საკრებულოს წევრი ბატონი გოჩალეიშვილი შეეცა და საერთოდ ჩაშლილიყო და არ მაცადა სიტყვის თქმა, ამიტომ მე გაიზულებული გავხდი, შევწყვიტე საკრებულოს ხდომა და ამ ადამიანებს შევხვდით ჩემს სამუშაო კაბინეტში და შედგა საქმიანი საუბარი, რომელიც საშუალებას ჩვენ საკრებულოს ხდომაზე არ მოგვეცა. სხდომის განახლების დროისთვის დაზარალებული მეწარმეები დარბაზში აღარ დაბრუნებულან, მათ საკრებულოს თავმჯდომარე ცალკე მედიისგან დამოუკიდებლად შეხვდა. მიმდინარეობს გამოძიება თუ რა იყო ამ ხანძრის გამომწვევი მიზეზი, თუმცა მოვაჭრებს მე შევპირდი, რომ ჩვენ ის სამუშაო, რომელიც ამ წუთში ტარდება და ვაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას მთავრობას, ისინიც გამოაცხადეს, რომ გვითხრეს ჩვენ რომ მზად არიან დაეხმარონ ამ ადამიანებს, დაზარალებულ ადამიანებს, თუმცა კიდევ მეორებ უნდა ვიცოდეთ მინიმუმ რა ზარალი მიადგათ ადამიანებს, რომ შემდეგ შევძლოთ დახმარება. სანამ არ დამთავრდება ეს ყველაფერი აღწერა, სანამ არ დამთავრდება კონკრეტულ თანხებზე ლაპარაკის ედმეტია, თუმცა კიდევ მეორებ მთავრობა მზად არის გარკვეული შეღავათები, გარკვეული დახმარება ადამიანებს გაუწიოს. პირველ რიგში ისინი დაკმაყოფილდნენ უკვე ალტერნატიული ფართით და 2 თვის განმავლობაში თავისუფალ იქნებიან გადასახადებისგან ახალბაზარში. პლუს ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ მოიტანონ შესაბამისი საბუთები თუ რა საბანკო სესხები აქვთ, რათა მიმართოთ მთავრობას, რომ
დაეხმაროს მათ ამ სესხების რესტრუქტურიზაციაში, აქ არ იქნება ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ამ სესხების დაფარვაზე ჯერჯერობით. უბრალოდ მთავრობა მიმართავს ბანკებს, რომ ამ ადამიანებს მიცეს საშუალება, რომ გადავადდეს ეს სესხები მათი დაფარვა. საერთოდ შუარ არიან ახლა ისინი. არა, თავისთავად საერთნოში არიან, ამ ადამიანებმა დაკარგეს აბსოლუტურად ყველაფერი, უმეტესმა მათგანმა საერთოდ დაეწვათ ყველაფერი საქონელი. თუმცა ამ პროცედურების ჩატარების გარეშე მთავრობა ვერაფერს ვერ იზამს. საკრებულოს მუშაობის დასრულების შემდეგ კომენტარების ხდომაზე დაპირისპირებულმა მხარეებმაც გააკეთეს. ბიუჯეტში დაახლოებით გასახარჯი თანხა მილიონზე მეტი. ამ თანხიდან შეგვეძლო ჩვენ სტიქიურად დაზარებულ მუხლში ჩაგვესვა დაახლოებით 9 მილიონი შეგვეძლო მთლიანად ჩაგვესვა შემდეგ დასრულების შემდეგ, რასაც გადაწყვიტა შესაბამისი კომისია, იმის და მიხედვით გაცემულიყო ამ ადამიანებზე ეს დახმარება. რადგანაც ვიცით, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ორშაბათს წყდება კანონით ძალაში ყველანაირი საბიუჯეტო ცვლილება და ეს დამთავრდება დაახლოებით არჩევნების საბოლოო შედეგებამდე. ანუ ამას დაჭირდება დაახლოებით 3 თვე კიდევ. ამიტომ დღეს ეს თანხა ჩასმული ხელს მოგცემდა იმაში, რომ კომისიის მუშაობის პერიოდში, რაც გამოვლინდებოდა ამ ადამიანთა დანაკლისი, შეგვეძლო აქედან ამ ადამიანებს დავხმარებოდით ჩვენ. რაზედაც ხელისუფლება წავიდა წინააღმდეგი. აქ არის სამუშაო. აქ უნდა დაითვალო და გაითვალო ვინ არის დაზარალებული. მიზეზებს შეიძლება არ დაველოდოთ, მაგრამ მიზეზების მნიშვნელოვანია, ამიტომ გარკვეული პროგრამა უნდა შემუშავდეს. მე რატო გამოვე სარჩლე ნაციონალური მოძრაობის მიერ დაყენებულ ბესოს მიერ დაყენებულ წინადადებას. დაუწმუნდი რომ ეს იყო იეფასიანი პოპულიზმი და ეს გაჭირებული ხალხის ხარჯი არ შეიძლება. რატო? ესე იგი გავალ ბოიკოტის ნიშნად დარბაზიდან თუ არ გაუკეთებთ ბიუჯეტიდან დახმარებას გამორიცხულია ამ ფორმით. ბიუჯეტში ჩვენ გვაქვს მუხლებრივი შეზღუდვები და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე და ფიზიკურ პირებზე ბიზნესზე არა გვაქვს მუხში. თუ სპეციალური პროგრამა არ შემოშვა მთავრობის ხელდასმით ჩვენ ადგილობრივ ბიუჯეტიდან დღეს თანხმები რომ გქონდეს 3 მილიონზე მეტი დავუშვათ. 2 მილიონი ზარალია დაახლოებით, ხო? ვერაფრით ვერ მივცემთ, ერთ-ერთი სტიქიის სარეზერვო ფონდი გვაძლევს ამის საშუალებას, სადაც განკარგავს განგებელი ბრძანებით, მაგრამ მას ჭირდება მყარი იურიდიული საფუძველი. როგორც დავით მაღრაძემ განაცხადა, დაზარალებულებთან შეხვედრა მათი დახმარების თაობაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების მიზნით მომავალ კვირაში კიდევ ერთხელ შედგება. ფარმაცევტს პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში პროფესიული საქმიანობა 3 წლით, ხოლო მეორე ჯგუფის შემთხვევაში 1 წლით შეეზღუდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამავე პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ 2 აგვისტოს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებმა 2 აფთიაქში ურეცეპტოდ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზების ფაქტები გამოავლინეს. 4 აგვისტოს კი ორივეს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა. მინისტრის თქმით, ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანიის კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა და სწორედ ამიტომ ცვლილებები განხორციელდება. მისი განმარტებით, პირველი ცვლილების მიხედვით ფარმაცევტებს თუ კი ისინი არაჯეროვნად შეასრულებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მეორე ცვლილება კი მეწარმეებს შეეხებათ და ორივე რეგულაცია ძალაში 4 აგვისტოდან შევიდა. ჩვენ არ ვამკაცრებთ კანონს, ჯერჯერობით საერთოდ არ ვსრულებთ კანონს და არ შეგვიძლია აღმასრულებელ ხელისუფლებას ეს პარლამენტ შეუძლია მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანა. ჩვენ ვაკეთებთ დაზუსტებას სანებართო პირობებში, სადაც გაწერილი იქნება ამ ფარმაცევტების პასუხისმგებლობები და შესაბამისად შევქმნით ინსტრუმენტი, რომ ამ ფარმაცევტებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა თუ კი ისინი არაჯეროვნად შეასრულებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას. დღეიდან ეს შეიქმნება და ფარმაცევტი, რომელიც დაარღვევს თავის პროფესიულ საქმიანობას გაწერილი წესის მიხედვით, ის 3 წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს აფთიაქში. მას შეიძლება იმუშაოს იქ, სადაც მხოლოდ რეცეპტის გარეშე გაყიდვადი მედიკამენტების რეალიზაცია შეიძლება და ამას ფარმაცევტი არ სჭირდება. ანუ ის ვერ გასცემს ვერც პირველი ჯგუფის და ვერც მეორე ჯგუფის მედიკამენტებს და ეს ამ ეტაპზე ეს იქნება 3 წლიანი შეზღუდვა და ჩვენ რა თქმა უნდა ამას მივადებთ თვალყურს და თუ კი საჭირო გახდება, კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, გავაფართოვებთ ამ ზემოქმედებას. სულ გამოვლენილი არის 70 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების უკანონო მიმოქცევასთან დაკავშირებით, ხოლო სხვა ჯამში სამართალდარღვევების რაოდენობა შეადგენს 250-ზე მეტს.
ამ კვირაში ვიდრე დადგენილებაში ცვლილებები ძალაში შევიდოდა რეგულირების სააგენტოს მიერ კვლავაც განხორციელდა კონტროლის ღონისძიებები. აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება დღეს 10 საათზე დაიწყო და 11 აგვისტოს 18 საათზე დასრულდება. როგორც ინტერპრეს ნიუს გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, სააპელაციო განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც კონკრეტული დავალება, ასევე მთლიანი ნაშრომი. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე აბიტურიენტებს კიდევ შეუძლიათ აირჩიონ, დაამატონ ან შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამები თუ უმაღლესი სასწავლებლები. პროგრამების შეცვლის სისტემა იმითაც არის უნიკალური, რომ აბიტურიენტებს ქულების გაგების შემდეგ რეალური არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. ცენტრი თხოვნით მიმართავს აბიტურიენტებს გაითვალისწინონ საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდეა შესაძლებელი. შესაბამისად 11 აგვისტოს 18 საათის შემდეგ ეს პროცესი შეწყდება. ყველა ცვლილების დადასტურება ელექტრონული პოსტის საშუალებით უნდა მოხდეს. აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. დაიწყო ეროვნული გამოცდებისა და საგრანტო კონკურსების აპელაცია, რომელიც დაიწყება 5 აგვისტოს 10 საათზე და გაგრძელდება 11 აგვისტოს 18 საათამდე. ასე იგი 11 აგვისტოს 18 საათზე შეწყდება აბიტურიენტების მიერ ეგრეთ წოდებული ფაკულტეტების ჩამონათვლის ცვლილება, რადგან როგორც კანონის თანახმად არის ცნობილი, როდესაც წყდება აპელაცია, უკვე აღარ აქვს სტუდენტებს შეცვლის უფლება. აპელაცია არის ფასიანი, თითო საგანის არის 50 ლარი და მისი გადახდა შესაძლებელია ბანკის ეროვნული ბანკის სხვადასხვა ფილიალებში და ასევე ბანკომატები, ეგრეთ წოდებული აპარატებიდან. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ აპელაცია ხდება ელექტრონულად, არ ჭირდება მას წერილობით განაცხადი და ეს შესაძლებელი არის 2 საიტზე. ეს არის online NAIC-G და NAIC MES.gov.g. ორივე საიტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველთათვის და 5-დან უკვე შესაძლებელი ექნებათ აბიტურიენტებს თავისი ნაშრომების გაპროტესტების.